სახელითა მამისათა და ძისათა და ძმიდისა სულისათა. ამას წინათ პატრიარქმა იქადაგა აბორტის ამ უმძიმესი ცოდვის შესახებ. ამ გადაგებას დიდი აჟიოტაჟი მოყვა, როგორც ყველას მოგეხსენებათ. მამანი ალაპარაკდნენ დედის უფლებებზე, მამანი კი უცხო ტომელთა შესახებ მოთხოვდნენ. რა თქვა პატრიარქმა? პატრიარქმა თქვა, რომ აბორტი ეს არის უმძიმესი ცოდვა, ეს არის მკვლელობა. ჩვენ არაერთხელ მრავალი წლის მანძილზე დაგვიყენებია ეს საკითხი. ყველა დონეზე, მათ შორის განსაკუთრებულად ხშირად საკანონმდებლო ორგანოში. და გვითხოვს მათთვის, რომ ყველაზე მთავარი უფლება ადამიანისა ეს არის სიცოცხლე. და როდესაც ჩვენთან დაკანონებულია აბორტი, ანუ ოფიციალური მკვლელობა, ამის შემდეგ აღარ გაქვთ თქვენ უფლება, რომ ილაპარაკოთ ადამიანთა უფლებების შესახებ, რადგანაც ყველაზე მთავარს ადამიანის მკვლელობას აკანონებთ. და ბუნებრივია, რომ ამის შესახებ წუხს პატრიარქის, რომელიც არის ერის მამა. ბუნებრივია, რომ უპირველეს ყოვლისა მან უნდა გამოთქვას ეს წუხი. რა არის ამაში გასაკვირი? ალბათ ბევრ თქვენთაგანს ნანახი გაქვთ დოკუმენტალური ფილმი ნათანსონისა „ჩუმი ძახილი“. ამას გულჩვილი ადამიანი ამ ფილმს ვერ შეხედავს. თუ როგორ გაურბის ჩვილი ბავშვი დედის მუცელში ჯალათის მსახურალ ხელს, ჯალათისა, რომელსაც თეთრი ხალათი აცვია და ექიმი ქვია. თუ არ ესმით ეს გონივრულად, აი ეს ფილმი მაინც ნახო, როგორც დოკუმენტი იმისა, თუ რა ხდება ამ დროს აბორტის ამ უმძიმესი ცოდვის ჩადენის ჟამს. და მეორე, რა თქმა უნდა, ჩვენ უპირველეს ყოვლისა ქართველებს ჩვენი სამშობლო და ჩვენი ხალხი გვაინტერესებს. და რა არის გასაკვირი იმაში, როცა პატრიარქი საუბრობს იმის შესახებ, რომ აბორტის ეს მძიმე ცოდვა იწვევს დემოგრაფიულ კატასტროფას ჩვენს ქვეყანაში და ჩვენ ქართველები მცირდები და უცხოტომელები მრავლდებიან. ყველა ქვეყანაში აბსოლუტურად, ყველა ხელისუფალი და ხალხი ფიქრობს თავისი ერის წინ წამოწევაზე, თავისი ერის გამრავლებაზე და კეთილდღეობაზე. და ბუნებრივია, ჩვენც ასე ვფიქრობთ, ასე ვაზროვნებთ. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ პატივს არ მივაგებთ ჩვენს ქვეყანაში მცხოვრებ უცხოტომელებს. პირიქით, მათთან ჩვენ თანაცხოვრება გვაქვს და საოცარი, ალბათ განსაკუთრებული ურთიერთობა. მაგრამ არიან სამწუხაროდ ქართველები მხოლოდ გვარებით, რომელთაც არათ მიაჩნიათ არც სამშობლო, არც ხალხი, არც ქვეყანა. იქიდან გამომდინარე, სწორედ აი ასეთი ადამიანები ალაპარაკდნენ ამ დროს, როდესაც პატრიარქმა იქადაგა აბორტის ამ უმძიმესი ცოდვის შესახებ. მოусმინოთ არქიმანდრიტ რაფაელს. მხოლოდ ქრისტიანული რელიგია უფრო სწორად მართლმადიდებლობა გვესნის ჩვილთა მკვლელობის ცოდვის მეტაფიზიკურ ტრაგედიას და ნათელყოფს იმ დანაშაულის მთელ სიღრმეს, რომელიც მშობლებს მათ მიერ მოკლულ შვილთა წინაშე მიუძღვით. ფორმალურად ყველა რელიგია სატანისტური სექტების გარდა კრძალავს შვილთა მკვლელობას. ბუდიზმი და ინდუიზმი სხვადასხვა ფორმით და ვარიანტით გმობენ არა მხოლოდ ადამიანის, არამედ ნებისმიერი ცოცხალი არსების მკვლელობას, მაგრამ გარდასახვის
თეორიის, მეტაფსიქოზის თანახმად მოკლულის სული ახალ სხეულში სახლდება და ვინაიდან მას ტანჯვა მიაყენეს მისი შემდეგი გარდასახვა საფეხურით ზე ახსლვა იქნება მისი სულიერი ევოლუციის კიბეზე. კარმა უფრო განიწმინდება. შესაბამისად სული, რომელმაც ობიექტურად თავისი ცოდვების საზღაური უკვე წინა ცხოვრებაში მიიღო, მოგებული რჩება, როგორც უკვე განსაწმენდელ ცეცხლში გამოვლილი. ამასთან იმ მიმდინარეობების, სკოლებისა და ოკულტურის სექტების უმრავლესობა, რომლებიც მეტაფსიქოზის თეორიას იზიარებენ, ასწავლიან, რომ ნაყოფი მხოლოდ განვითარების გარკვეული ფაზების გავლის შემდეგ იძენს ეთერულ სხეულებს და ხდება ადამიანი. შესაბამისად, ემბრიონის მოკვდინება მისი არსებობის პირველ კვირაში ადამიანის მკვლელობად არ ითვლება. ამგვარი იყო შტაინერის შეხედულება, ანუ ანთროპოსოფების. ამავე აზრს იზიარებენ ილუმინატები, როზენკრეიცერები და სხვა ოკულტური ორგანიზაციები და სექტები. იუდაიზმის მიხედვით ჩვილი, ისევე როგორც ყველა ებრაელი ეკუთვნის ისრაელს და ამიტომ ბავშვის მოკლა ისრაელის საკუთრების ხელყოფად ითვლება, მაგრამ აბრაამისა და მოსეს ლოცვით ბოლოს მთელი ისრაელი გადარჩება. ისლამი სასტიკად კრძალავს ჩვილთა მკვლელობას. ეს მეომრებს ართმევს მას. მრავალწოლიანობაც კი განიხილება როგორც შთამომავლობის გამრავლების საშუალება, მაგრამ ისლამი ასწავლის, რომ მუჰამედისა და მის მემკვიდრეთა იმამთა ლოცვით განურჩევლად ყველა მაჰმადიანი გადარჩება, თუმცა უშვებს, რომ ცოდვილი მაჰმადიანები დროებით სასჯელს მიიღებენ ამ ქვეყნად. ამრიგად, მაჰმადიანობის აგრეთვე იუდაიზმის სწავლებით მოკლული და მუცლად მოწყვეტილი შვილები გადარჩებიან. ბაპტისტები და პროტესტანტ რაციონალისტური სექტების უმრავლესობა, რომლებიც უარყოფენ ყრმათა ნათლობის აუცილებლობას, თვლიან, რომ ჩვილები მათი მშობლების რწმენით გადარჩებიან. ასე რომ ამ სწავლებათა თანახმად მკვლელი მშობლები ბავშვის სულის წინაშე კი არ სოდავენ, არამედ მისი სხეულის მიმართ შადიან დანაშაულს. მხოლოდ მართლმადიდებლობა გვასწავლის, რომ პირველქმნილი ცოდვისაგან ნათლისღებით განუბანელი ჩვილები ვერ იმკვიდრებენ ცათა სასუფეველს და ეკლესიისათვის უცხონი რჩებიან. ამასთან დაკავშირებით მინდა ორიოდე სიტყვით შევეხო განვლილ დროს, რამდენიმე წლის წინ ჩვენს ეკლესიაში არსებულ პოლემიკას. იყვნენ ადამიანები, როგორც სასულიერო პირები, ასევე არის ადამიანები, რომლებიც ასწავლიდნენ და ამბობდნენ, რომ თითქოს დედის საშუში მოწყვეტილ ჩვილთა ხვედრი უცნობი იყო. იმასაც კი ამბობდნენ, რომ თითქოს ჩვენ, რომლებიც ვამბობდით, რომ უნათლავად ვერავინ ვერ ცხონდება, ასეთ ჩვილებს ჯოჯოხეთში უშვებდით. თითქოს ჩვენ უშვებდით მათ ჯოჯოხეთში და არა ის დედები, რომლებიც საკუთარ შვილებს კლავდნენ. ასწავლიდნენ აგრეთვე მცდარად იმის შესახებ, რომ ადარებდნენ ბეთლემელ ჩვილებს, 14,000 ბეთლემელ ჩვილს, მაგრამ მათ ავიწყდებათ, რომ ეს ჩვილები ქრისტეს გამო ეწამნენ, ქრისტეს გამო. თან ეწამნენ ძველი და ახალი აღთქმის მიჯნაზე, მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ ნათლობის საიდუმლო არ იყო დაწესებული. თუმცა უნდა ითქვას იმის შესახებაც, რომ სისხლით მოკვდინება ქრისტესთვის, თუნდაც უნათლავის ნიშნავს, რომ ადამიანი ცხონდება, გადარჩება. თუ კი ქრისტესთვის იგი დასთხევს სულს. ასე რომ აბსოლუტურად შეუსაბამოა აქ შედარება დედის საშუში მოწყვეტილ ჩვილთა და ბეთლემელ ჩვილთა ხვედრთან დაკავშირებით. საინტერესოა რომაულ-კათოლიკური სწავლება.
თუმცა ის მართლმადიდებლობასთან შედარებით ამცირებს პირველქმნილი წოდვის მნიშვნელობას და მასში ძირითადად მადლის დაკარგვას ხედავს. მაგრამ ამ სწავლების მიხედვით ნათლისღებით მიღებული მადლის გარეშე შეუძლებელია ცათა სასუფეველში მადლის სამეუფოში შესვლა. კათოლიციზმში სოტერიოლოგია, ანუ სწავლება ცხონების შესახებ, მართლმადიდებლობასთან შედარებით განმარტებულია და დაკნინებული. მაგრამ კათოლიციზმმა მიუხედავად იმისა, რომ ის მრავალ დოგმატსა და კანონს ამახინჯებს და მუდამ თანამედროვე ჰუმანისტურ მსოფლმხედველობასთან დაახლოებას ცდილობს, ვერ გაბედა განეცხადებინა, რომ ჩვილთა ცხონება და მათი ზეცილო ეკლესიაში შესვლა შესაძლებელია ნათლისღებისა და მიწიერი ეკლესიის წევრობის გარეშე. ჩვენთვის უცნობი გზით. ამიტომ ის კონფესიები, რომელთაც შენარჩუნებული აქვთ იერარქიული მემკვიდრეობა, კათოლიციზმი, მონოფიზიტობა და ნესტორიანელობა, მართლმადიდებელი ეკლესიის შესაბამისად ასავლიან, რომ მოუნათლავი ჩვილები ვერ ცხონდებიან. მუცლად მოწყვეტილებს არც ერთი მათგანი არ იხსენიებს ტირვაში, რადგან ისინი არ მიეკუთვნებიან ეკლესიას. თუ კათოლიციზმი თვლის, რომ პირველქმნილმა ცოდვამ ადამი და მისი შთამომავლობა მხოლოდ ზებუნებრივი მადლისაგან განაშორა, მართლმადიდებელი ეკლესია ასწავლის, რომ პირველქმნილმა ცოდვამ ადამიანის ბუნება განარყუნა და მხოლოდ ნათლისღების გზით გოლგოთის მსხვერპლთან თანაზიარებით არის შესაძლებელი ადამიანის სულის ღმერთთან კავშირის განახლება. ამიტომ აბორტი არა მხოლოდ ჩვილის სხეულის მკვლელობაა, არამედ მისი სულისათვის საუკუნო ცხოვრებისა და ქრისტეს დიდების თანაზიარების მოკლებაა. თუ ჩვენი ქვეყანა და ხალხი ჭეშმარიტად იზიარებენ ქრისტიანულ მსოფლმხედველობას და ზნეობას, მაშინ ჩვილთა ნებისმიერი სახის მკვლელობა უნდა დაიგმოს. ეს საკითხი ჩვენი სარწმუნოების ერთ-ერთი სასინჯი ქვაა. ის, ვინც აბორტის გაკეთება გადაწყვიტა, უკვე ამით განუდგა ქრისტეს. თავისი რწმენის სიყალბე გამოავლინა და კაინის სულიერ შთამომავლებში ჩაეწერა. ჩვენ აბორტის წინააღმდეგნი ვართ, რომელიც ერისა და რელიგიის წარმომადგენლიც არ უნდა იყოს ადამიანი, მაგრამ კონფუციანელები და ბუდისტები თავად მოაგვარებენ თავიანთ პრობლემებს. ამიტომ ჩვენ უპირველეს ყოვლისა ჩვენი ქვეყნის წინაშე ვართ პასუხისმგებელნი. იმ ერების წინაშე, რომელნიც ივერიის უძველეს მიწაწყლის მკვიდრნი არიან, ოდითგანი, მისი ისტორიისა და ტრადიციის წინაშე, მისი აწმყოსა და მომავლის წინაშე. ამიტომ გულწრფელად უნდა უპასუხოთ შეკითხვას: ქრისტიანები ვართ თუ ის ფსევდო-ქრისტიანები, რომელთათვისაც სარწმუნოება მხოლოდ სახელია და არანაირ ვალდებულებას არ აკისრებს. ეს რიტორიკული კითხვაა, რომელიც თავისი არსით განსაზღვრავს ერის მომავალ ხვედრს. თუ ჩვენს ქვეყანაში აბორტი გამრავლდება და არ მოხდება ამასთან დაკავშირებით წინააღმდეგობა, შეკავება უმძიმესი ცოდვისა, მთლიანად ერი დავიჯეროთ. ამიტომ ვითხოვთ ჩვენ აბორტის აკრძალვას. არა მარტო ფიზიკური თვალსაზრისით, რომ ერის გამრავლება აღარ მოხდება, არამედ უპირველეს ყოვლისა სულიერი თვალსაზრისით, რომ ყველა მოკლული ჩვილი ცათა სასუფეველში ვერ შედის. ამიტომ ის დედებიც და ქვეყანაც, რომელიც არ ეწინააღმდეგებიან აი ამ საკითხს, ამ უმძიმეს ცოდვას, იქნებიან უმძიმეს ცოდვაში და მთლიანად ეს ერზე შემდეგში იმოქმედებს ძალიან ცუდად. ამიტომ მოვუწოდებთ ჩვენ ხელისუფლებას, რომ დროზე იფიქრონ ამასთან დაკავშირებით და მიიღონ ისეთი კანონი, რომელიც ხელს შეუწყობს ყველაზე მთავარი უფლების, ადამიანის სიცოცხლის უფლების დაცვას. ამასთან ერთად, ორიოდე სიტყვით მინდა ვთქვა, რომ თუ ჩვენი ხელისუფლება
აცხადებს, რომ არის ეროვნული სამშობლოს მოყვარული. პირველ რიგში რა უნდა გააკეთოს? უნდა მან ხელი შეუწყოს ერის გამრავლებას. ერის გამრავლებას. მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას. უნდა გაიხსნას უფასო სამშობიაროები. უნდა ხელი შეუწყო მრავალშვილიან ოჯახებს. პირდაპირ ვამბობთ ამის შესახებ, რომ უნდა აჩუქონ მათ ბინები, უნდა გაუწიონ დიდი დახმარება, არა ის რაღაც სოციალური ორიოდე გროში, რომელსაც სოციალური მუშაკი კიდევაც ართმევს ხანდახან მრავალშვილიან ოჯახებს თუ იმ ოჯახში დაინახავს რაღაც ნივთს ისეც, რომელიც რაღაც რეს და ნუსხას არ ექვემდებარება. ამ დროს ნაჩუქარია ეს, იმის მაგივრად რომ თვითონ ნაჩუქოს ხელისუფლებამ ვიღაც ადამიანი, ღვთისმოსავი ადამიანი ჩუქნის ამ ოჯახს რაღაც საოჯახო ნივთს და ამას რომ ნახულობენ სოციალური მუშაკები დახმარებას უწევენ. აი აქამდე მიდის, ეს არის დახმარება. ეს არის ზრუნვა სამშობლოზე, ქვეყანაზე. თუ შენ არ ცდილობ, რომ ქართული ოჯახების, მრავალშვილიანი ოჯახების ხელშეწყობა აღორძინო, გეგმები დასახვა ამასთან დაკავშირებით, უამრავი საშუალება არის, უამრავი კომპანიები, ორგანიზაციები, რომელთაც არ იციან ეს ფული სად წაიღო. მიუთითეთ ხელისუფლებას მიმართავ, მიუთითეთ, რომ დაეხმარონ მრავალშვილიან ოჯახებს და წაახალისონ სხვა ოჯახები, რომელთაც ერთი ან ორი შვილი ყავთ, რომ გამრავლდნენ ისინი და ერი გამრავლდეს. აი ეს იქნება რეალური დახმარება ხელისუფლებთან. ამიტომ ჩვენ ახლა ეს საკითხი არაერთხელ დავაყენეთ, როგორც პარლამენტში, ასევე პირად საუბრებში პარლამენტარებთან თუ სხვა მაღალი თანამდებობის პირებთან. მხოლოდ და მხოლოდ თანხმობა სიტყვიერი, მაგრამ საქმეები არ აჩენს. ჩვენ საქმეები გვჭირდება და არა სიტყვები. აი ეს უნდა გაითავისოს ხელისუფლება და ძალიან მკაცრად გვექნება ამაზე საუბარი ყოველთვის. აქამდე თხოვნით მიმართავდით, ეხლა მოუწოდებთ. მე რა იქნება არ ვიცი. ძალიან მკაცრად მოგითხოვთ ამას. და ასევე იმას უნდა გადაეხედოს ასევე, რომ ეს გაშავებული თბილისი დამთავრდეს. რა მოაქვთ ისეთი ამ უცხოტომელებს ჩვენთან აქ მთელი უბნები ფაქტიურად სავსეა ამ ადამიანებით და მაგალითად დიღომში არაერთი უბანია უკვე ისეთი, რომ ქართულს ვეღარ დაინახავს, სულ ესენი დადიან. რა მოაქვთ ასეთი კატასტროფის გარეშე, რა მოაქვთ? ამიტომ ამ საკითხებს უკვე მკაცრად დავაყენებთ ხელისუფლების წინაშე. აი ასე იქნება. აქამდე თხოვნით მიმართავდით, ეხლა მკაცრად ვითხოვთ. ერთმა დაგლოცოთ და დაგვრჩით. აი ხა